ამდენი ჩვენისთანის სილამაზე განიავდა. თუმცა არსებობს ამბები, რომლებიც მზესთან ერთად არასდროს ხუნდება და გრძნობები, რომლებიც საუკუნეებს უძლებენ. ეს იმიტომ, რომ არსებობს მწერალი, რომლის მოთხრობებშიც სახლობენ ადამიანები, ამაყები, ყოჩაღები, იმედიანები და იმედგაცრუებულები, მხნეები და დაღლილები, ერთგულები და თავგანწირულები, მხიარულები და სევდიანები. შუა პირილში ისეთ რამეს წამოურებს, რომ ხუთს აატეხინებს. სევდიანის სიხარული ხშირად ასე ახასიათებენ რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას, რომელიც პირველ რიგში ქართული სოფლის, ურთიერთობების და იმ უჩინარი ძაფების შესახებაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. აბაშენის ნაწერია. ნიჭიერი კაცი ყოფილა ის ზეგანათებული. წელს ქართულ მწერლობაში გამორჩეულად ნიჭიერი კაცის რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წელი სრულდება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახმეტელის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა ინანიშვილის უკვდავი მოთხრობები ერთ მთლიანობად ადამიანური ბედისწერის მოზაიკად აქცია და სცენაზე სხვა ფიქრების წყარო გააცოცხლა. აი ამ საფრთხობელებში ხო ჯვრებია გახვეული, სახელწოდება სიმბოლურია, სათქმელი კი მარადიული. და მეც ვასრულებ შობლის თხოვნას. თორემ ჩემი ფეხით აი ამ ტალახში ჩამოსვლას არც კი გავვიდა. ყველაზე რთული რაც იყო, ჩემთვის ეს იყო მომეფიქრებინა სიუჟეტი. რა სიუჟეტის ქვეშ უნდა გამაერთიანებინა, ამეწყო, შემეკრიბა რაღაც მოთხრობები. სიუჟეტის კარგა ასეთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც წერს, აპირებს სხვა ქვეყანაში წასვლას, იქნება იქ დაფასდეს, ასე შემდეგ. ის აქ სოფელში აღმოჩნდება, ჩამოდის, დასამშვიდობებლად მოდის, რომ გამოემშვიდობოს ხალხს, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი შემთავრდება, რომ ის აქაურობას ვეღარ დატოვებს და ვერცადაც ვერ წავა. წერლის საქმიანობა მოიხსენებათ მაინც არა მაინც საინტერესოდ არ გამოიყურება მაყურებელთათვის. თუ შეიძლება იგი რომ საინტერესო იყოს, მე მგონი დაკარგავს ერთ მთავარს. რადგან ის მუშაობს, ხოს მუშაობის პროცესში. წერლის საქმიანობა არა მხოლოდ მკითხველისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც რომ საინტერესო გამხდარიყო. თანაც ისე რომ არ დაკარგულიყო მთავარი აზრი, რეჟისორმა ინანიშვილისეულის სათქმელი უცვლელად შეინარჩუნა და მაყურებელიც სწორედ ისეთ მყუდრო და გულწრფელ გარემოში დაპატიჟა, როგორცაც მწერლის კალამი ქმნიდა. დედაზე მე ისეთი რა უნდა გითხრა. რა ფარანი მინდა დედი. 40 წელიწადია აი ამ გზაზე დავდივარ და სულ ხალხმა მისი მეთქი ყველაფერი. ის კი იყო და ის ცოცხალი აღარც მინახავს საწყალი დედა ჩემი. ამიტომ აი ფარნის შუქი სამუდამოდ დარდა. რევაზ ინანიშვილს თავით ახმები ძალიან ბევრ ამაში. ზოგადად ეს სპექტაკლი ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას აღვიძებს, რაც დავიწყებულია, ესე ვთქვათ რა. აი, ბოლომდე დავიწყებული არ არის, მაგრამ გაღვივება ჭირდება და ეს პატარა ნაპერწკალი გვინდა რომ მივცეთ ხალხს და დედაზე აბა მე ისეთი რა უნდა ვთქვა. სამკალი და კალო და საკონელი და ნახეთ ხანსერმეთ გააკრანი და ჩემი გმირი ძალიან შემიყვარდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ესეთი აი ძველი, ასე ამბობს თვითონ, ძველი ქართველი ქალი ვიყავი, დედმამიშვილი, ნათესავების პატრონი, 4 შვილის დედა, უნიჭიერესი, მაგრამ ეს თავისი ნიჭით ცოტა ამ სოფელმა ჩაუკლა, სამაგიეროდ გმირი დედაა და ამით მაინც ამაყობს და არის ბედნიერი. რევაზ ინანიშვილი მგონია, რომ საქართველოში ისე ვერ დაიბადები და გაიზრდები, მის შემოქმედებას რომ არ გაეცნო და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პოზიტიური და რაღაც ბედნიერი პერიოდი იყო, აი ბავშვობაში პირველად რო წავიკითხე და ჩემი გმირი ძალიან საინტერესოა ჩემი ასაკისთვის ჩვენი მერცხალი. მოწყდი სადა და სანამ
სცენაზე განსახიერებული რევაზ ინანიშვილის გმირები, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უდიდეს შინაგან დრამას ატარებენ, მაყურებელს თითქმის 2 საათის განმავლობაში ხან აცინებდნენ, ხან კი სევდიანად ჩააფიქრებდნენ. დიდი ბედნიერება ბატონ რეზო ინანიშვილის შემოქმედებასთან შეხვედრა და იმდენად ღრმა, იმდენად სუყია, აი მიწაზე გახარ ადამიანი და გრძნობ ამ სურნელს. ყველაზე დიდი სატკივარი ბატონი რეზოსთვის და ჩვენთვის ალბათ სოფელია. იმიტომ რომ სოფელი იცლება, კი არა დაიცალა, აგვეცალა სოფელი და კიდევ ერთხელ ამისი მოტანა და სცენიდან, ამბიონიდან მაყურებლისთვის მოწოდება, რომ ჩვენ თუ სოფელს არ მივხედეთ, ჩვენ თუ ჩვენ მამულს არ მივხედეთ, მიწას არ მივხედეთ, ხო? ჩვენ გავხრებით. საუკუნის მწერალია და საუკუნოდ დარჩება თუ ეს დედამიწა თავის ღერძის გარშემო იტრიალებს. ეს ქართულ პროზაში, ქართულ ნოველისტიკაში, არ ვიცი, ერთ-ერთი რაღაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, უკავია და რაც დრო გავა, უფრო დაფასდება ეს მწერალი. ამის დასტურია ისიც, რომ ლიტერატურის ისტორიას ჩაბარდა არაერთი მწერალი. თუმცა, რეზო ინანიშვილი მისი დაბადებიდან 100 წლის შემდეგაც მუდამ მკითხველის გვერდით რჩება. მისი სიტყვა კი ისევ ისეთი ცოცხალი და საჭიროა. თანამედროვე თაობის რეჟისორებისთვის კი კვლავაც საინტერესო. ჩემი სათქმელი ალბათ ზოგადად ეს სამყაროსთვის ეს არის, რომ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ქვეყნიდან სხვაგან წასვლა, სხვაგან ცხოვრება, სხვაგან დამკვიდრებას, იქ ენერგიის ხარჯვას და იქ გამრავლებას, თუ ჩვენ ამათ კარგად ჩავებღაუჭებით, მიხვდებიან ალბათ ჩემი საზრით, რომ შენი ადგილი იქ არის, რაზეც დამყნობილი ხარ. მთელი წელი რეპერტუარში იქნება ალბათ წლები, ასე რომ ვფიქრობ, რომ ის დიდხანს იცოცხლებს ახმეტელის თეატრის სცენას. შესანიშნავი წარმოდგენის საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. ნამდვილად და მინდა ძალიან რომ დავესწრო ამ წარმოდგენას.